გამარჯობა ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო და მადლობა ამ ფართო და მრავალფეროვან ტელესივრცეში არჩევანი ჩვენზე რომ შეაჩერეთ და უყურებთ გადაცემას გახსოვს ჩემთან ერთად გადაცემას ტრადიციულად გაუძღვევიან ბატონი გოჩა კაჭარავა და ბატონი თემურ ღაღანიძე ხოლო ჩვენი სტუმარი თბილისის დინამოს საქართველოს ნაკრების და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ყველასათვის საყვარელი კალათბურთელი და პიროვნება ბატონე პაატა გურასპაული გახლავთ. მისი სტუმრობა იმის მაუწყებელია ალბათ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა მიეძღვნება საქართველოში ყველაზე უფრო წარმატებულ გუნდურ სპორტს, კალათბურთს. და ვინაიდან ეს წარმატებულობა ვახსენეთ, ალბათ მცირედი ეს ისტორიაც გავიხსენოთ, როგორ შემოვიდა საქართველოში კალათბურთი 1922 წელს მოსკოვში გაიმართა ესეთი იმართებოდა იმ პერიოდში всевобучის თამაშები რა, რაც ნიშნავდა რომ всесоюзное военное обучение, ესე იგი საერთო სახალხო სამხედრო სწავლება. საერთო და აი აქ საქართველოს იღებდა ბუნებრივია მონაწილეობას და მათ შორის იყო ჩვენი ერთ-ერთი ძლეოსანი ალექსანდრე ჭელიძე. რომელსაც ახლა პირველად ნახა ეს კალათბურთი რაღაც მოეწოდა ორბოძზე რაღაცა კალათი დაინტერესდა ამ სპორტით და ჩამოიტანა შემდეგ საქართველოში და 23 წელს მუშფაკის ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს უშანგიჩხე დღევანდელი უშანგიჩხეიძის ქუჩაზე მოედანი იყო და სხვათა შორის ამ ორივე გუნდში მონაწილეობას იღებდა ეგნატაშვილის ტანმოვარჯიშეები. საჩვენებელი მატჩი გაიმართა, შემდეგ წელს უკვე ტურნირი ჩაატარეს და სინათლე იყო გუნდი, 6 გუნდი მონაწილეობდა და 27 წელს თუ არ ვცდები უკვე ქუთაისში ჩატარდა პირველი საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ამ სინათლის ქალთა და მამაკაცთა გუნდებმა გაიმარჯვეს და ქვეყნის პირველი ჩემპიონები გახდნენ სინათლის გუნდები. კალათბურთში კიდე რა შეიძლება ითქვას იმ დროზე რომ დიდი წვლილი მიუძღვის სხვათა შორის რკინიგზელებს. კალათბურთის განვითარებაში და სხვათა შორის აი პირველი გუნდი, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მონაწილეობდა, იყო სწორედ თბილისის ლოკომოტივი. და არც თუ ისე ცუდად. მონაწილეობდა და შემდეგ უკვე ძალიან გაიდგა ფეხი, უამრავი გუნდი იყო, მარტო უნივერსიტეტს ყავდა, მე მგონი 12 გუნდი კალათბურთის საქართველოში. თლიანად უკვე საქართველოსაც მოედო ეს სპორტი და აი უკვე 44-46 წლებში უკვე თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდმა ორჯერ მოიპოვა ჩემპიონატი, ახლა ლეგენდარული ჯორჯიკია თამაშობდა, ყველაფერს თავი გავონებოთ იქ და არ გაუჭირდებოდათ. ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ იქ გამარჯვება. შემდეგ უკვე იწყება დინამოს ეპოქა. შემდეგ უკვე იწყება დინამოს ეპოქა და 4ჯერ ხდებიან ჩემპიონები, 4ჯერ იღებენ თასს. კი ბატონო, 4ჯერ იღებენ თასს. ასევე მინდა აღვნიშნო სხვათა შორის ქალების სულილიც. იმიტომ რომ ქალთა გუნდი იყო ბურევესნიკი, ჩვენი ქალთა გუნდი ბურევესნიკი, რომელსაც 65 და 66 წლებში ორჯერ ვერცხლის მედლები აიღეს და ორჯერ ითამაშეს თასის ფინალში. არ იყო ეს ტეტ იყო მაშინ განთქმული გუნდი, რიგის გუნდი იყო და რიგის ულიანა სემიონოვა. ოდნავ მოგვიანებით კი, შემდეგ უკვე 70-იანი, 80-იანი წლები. და აი ამ გუნდში თამაშობდა ყველაზე უფრო წარმატებული
ქალი კალათბურთელი იყო ალისა ასიდაშვილი, რომელიც ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად. ნუ ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ უკვე მოდის ეს ყველაზე უფრო დიდი გამარჯვება, ეს დინამოს უკავშირდება და ეს მოგესწრებათ გახლავთ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის აღება და რაც ხო არ გაიხსენებდით ბატონებო აი ამ მასამაჩო პერიპეტიებს. ფინალში ჟენევაში მადრიდის რეალს ვეთამაშეთ, რომელიც გაძლიერებული იყო რეალი ორი ამერიკელით, ერთ-ერთი იყო ჰაიტაუერი, ძალიან ძლიერი მოთამაშე. ნუ ყველა ელოდა ძალიან დაძაბულ თამაშს და ჩვენებმა დაამარცხეს მადრიდს. საერთოდ საინტერესო აღინიშნოს, რომ რეალს მანამდე არ ქონდა ჩემპიონთა თასი მოგებული. ჩვენს მერე უკვე ბევრჯერა იყო სამწუხაროდ და თბილისის დინამო დღეს აღარ არსებობს. ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ზუსტად 60 წლის იუბილეზე ამ ტრიუმფიდან არსებობა შეწყვიტა თბილისის დინამომ. თამაში ჩვენების უპირატესობით წარიმართა და უმეტესწილად ჩვენები იყვნენ წინ და იმ დროისათვის დამაჯერებელი 7 ქულიანი სხვაობითაც მოვიგეთ. მაშინ 3 ქულიანი ვარ, 7 ქულა, მაშინ დიდი სხვაობა იყო. 90-ით 93 და თან მაშინ არც 3 ქულიანები იყო. არც 30 წამიანი იყო ფურთის ფლობის შეტევის წარმოების უფლებანი, ჰქონდა გუნდს და აი ეს ანგარიში ძალიან დიდი ანგარიშია. და მართლაც ძალიან და მე რომ კითხოთ და ჩემი აზრით, ალბათ თქვენს დამეთანხმებით, ეს იყო საბჭოთა პერიოდში ქართული საკლუბო სპორტის სახეობებში ყველაზე დიდი ტრიუმფი. ჩემპიონთა თასის მოგება, ეს ძალიან დიდი ამბავი იყო და სხვათა შორის თბილისის დინამო ადრეც არის გასული თასის ფინალში, მაშინ ჩვენ რიგისკასთან ორივე მატჩი მოგვიგო, რიგისკამ, რომელსაც გომელსკი წვრთნიდა და თბილისის დინამო გასული არის აგრეთვე ჩემპიონთა თასის ნახევარფინალშიც. ესეც არ არის ჩემი აზრით პატარა ამბავი კი. თასების ფლობელთა თაზეც წარმატება აქვს გუნდს. 69 წელს ვენაში სამწუხაროდ პრაღისლავიამ მოგვიგო, არადა ჩვენ უპირობო ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ამირან სხიერელის არყოფნამ ძალიან დიდი როლი ითამაშა და მომდევნო წელს უკვე ამავე ტურნირის თასების ფლობელთა თასის ნახევარფინალში, სადაც ნაპოლისთან წავაგეთ და მე მახსოვს ნაპოლის თამაში თბილისში და ნაპოლი აშკარად უფრო ძლიერი გუნდი იყო. იმ პერიოდში ნაპოლი გვაჯობა, ორივე თამაში გვაჯობა. ბატონო ბადარ, თქვენ ხوار მოგესმენიათ ამ ბატონი ოთარიზიან ამ მატჩის მონაწილე კალათბურთელებისგან ამ თამაშის შესახებ რამ ხوار გონიათ პირველად ყოვლისა მოგესალმებით. მოგესალმებო. სამაყოა როცა ასეთი აზრია შექმნილი და შექმნილი არა ჰაერზე, არამედ ნამდვილად ესეა, რომ ქართული სპორტის ისტორიაში გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებულია ხო კალათბურთი და ის რაც თქვენ ახსენეთ ჩემპიონთა თასის მოგება ამის დასტურია საქართველოს საკლუბო გუნდებს ნებისმიერ სახეობაში გუნდურ სახეობას გულისხმობ ამ დონის ტურნირი არასდროს არ მოუგია. ეხლა რაც შეეხება თქვენს მიერ ბოდიში შეგაწყვეტინებ და არც ამდენი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ყავს როგორც თუნდაც ევროპის ჩემპიონები კი ბატონო პრიზიორებზე აღარ არის საერთოდ ხო საუბარი აქ არის 62 წელზე ქართულ კალათბურთის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებაზე მე იმედი მაქვს რომ ჩვენ თუ არა ჩვენი მომავალი თაობა მოესწრება იმას რომ გავიმეორეთ მაინც ახლა დღეს ევროლიგის ეგიდით თამაშობენ ეს გუნდები ამ ჩემპიონატს, მაგრამ თუ კი ეს იქნება, რა თქმა უნდა, ყველა ძალიან გაგვიხარდება, ხო, თუ ესე მოხდება. რაც შეეხება 62 წელს, სამწუხაროდ არავინ აღარ არის რაც ცოცხალი შემადგენლობიდან, არც სამსმელო, არც თვითონ მოთამაშეებიდან და მე ვიცი რომ ურთულეს პირობებში უხდებოდათ მათ არა მხოლოდ თამაში, არამედ თვითონ
აი წნეხი იყო ძალიან დიდი მათზე, იქ იყო რეალის გულშემატკივრები, პრაქტიკულად მთელი სავსე დარბაზი და ესე მოხდა როგორც გოჩამძანა შუთქულიანის ხოვობით ეს არნიშნავს იმას რომ ბოლოში დაძაბული იყო მოდით თქვათ რომ თავისუფლად მოუგეს თავისუფლად არასახავს ის ანგარიში მაგრამ ყოველგვარი აი ბოლო წამების და დრამატიზირების გარეშე ასე რომ მაშინდელ გუნდში ოთარი ქორქია იყო ამ გუნდის თავარი მცდელი სულის შემდგმელი და ყველაფერი ამ ბუმბერაზმა ადამიანმა რამდენჯერმე გააჟღერა სიცოცხლის პერიოდში თქვა რომ რამდენად დიდი წნეხი ქონდა მოსკოვიდან თქვენ ახსენეთ მეორე წელს საერთოდ არ უნდათ მათი გაშვება იმიტომ რომ CSKA-სთან წაგების CSKA უნდათ რომ გასულიყო და არა თბილისის დინამო და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქონდათ უდიდესი წნეხი რომ წაეგოთ წარმოიდგინეთ რა იქნებოდა და ამ ყველაფრის მიხედავად ჩვენ შევძელით მოვიგეთ ეგრიგოლ რობაქიძე ტრიბუნაზე მჯდომი იქიდან უძღვნის შემდეგ თითი რამებს და მართალიც არის იმიტომ რომ ეს იყო ქართული სულის გამარჯვება ანუ ეს მართალია რომ რობაქიძე მართლა იყო და მივიდა ნამდვილად ესეა ნამდვილად ეს წერილიც არის და დასმის წერა წერილი დიახ დასმის წერა და მან იგრძნო ის რაც კულტურულად და ძალიან ინტელიგენტიურ ენაზე გადმოცა თავისი ემოციები ქართულმა სულმა როგორ გაემარჯვა და ეს ვაჭკაცობა და ეს შემართება რაც ქართველებს ჰქონდათ ძალიან დასაფასებელია ეს და მე ღმერთმა ყველა გაანათლოს მე უბრალოდ მინდა რომ ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ იცოდეს ეს ძალიან მწირია მათთვის ეს ინფორმაციები არ იციან რომ ჩვენ გვაქვს ჩემპიონთა თასი მოგებული კი ჩვენ კალათბურთელები ვეტერანები სადაც შეგვიძლია ამაზე ვსაუბრობ მაგრამ და ამიტომაც რამდენიმე წლის წინ წიგნი გამოვეცით ჩვენ ფედერაციაში სადაც ეს 100 წლის თავს რაც თქვენ ახსენეთ ჭელიძის დაწყებული საუკუნის უკან სწორედ 100 წლის თავზე იყო ევროპის ჩემპიონატი რომ ჩავატარეთ აქ საქართველოში მართალია ცოტა უიღბლოდ გამოგვივიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზუსტად 100 წელი იყო გასული და აი ეს ყველაფერი მწიგშია, მაგრამ ვცდილობთ ხოლმე ჩვენ რომ ყოველდღიურ ამ საუბრებში და აი ესეთ პირად საუბრებში გავახსენოთ რომ ყავდა ოთარ ქორქია, ყავდა ნოდარ ჯორჯიკია, იქამდეც იყვნენ ძალიან დიდი სპორტსმენები, არა მხოლოდ და მაშინ მარტო კალათბურთელები არ იყვნენ, მაშინ იყვნენ სპორტსმენები. ეხლა ოთარ ქორქიას რო ადგები და კალათბურთის მოედინდა შესვენებაზე გამოიყვან და ბადროს ტყორცნაში საკავშირო რეკორდსა დაამყარებს, ხო? ნუ ეს ყველაფერზე წარმოგვიდგენია. ასე რომ მე იმედი მაქვს რომ ეს ახალგაზრდა თაობა, მომავალი თაობა აი ამას აღიქვამს და აი ეს მათ გონებაში სამუდამოდ იქნება, რომ ჩვენ ძალიან წარმატებული ვართ ამ სპორტის სახეობაში, არა მხოლოდ დღეს, არამედ მოყოლებული წინა საუკუნის შუა წლებით. ერთ რამეს დავამატებდი თქვენთან ერთად, რა საკვირველია. ანგარიში თვითონ თავის თავზე მეტყველებს 90-ით 93. დღევანდელ პირობებში, როდესაც სამქულიანები არსებობს, იშვიათად რომ გუნდი ფინალში, რომელიმე ფინალში გამარჯვებული გუნდი 90 ქულაზე ავიდეს. და ჩვენ ავედით მაშინ 90 ქულაზე და კიდე NBA-ში ზგვინახია ხშირად თამაშები მაგაზე სადაც რომ მეტი არის 58 წუთს თამაშობა. და კიდევ ერთი რამე აუცილებლად რა. ის რომ 40-იან წლებში ჩვენ 44-ში და 45-ში უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ, როდესაც თბილისის დინამო არ ერქვა მაშინ, მაგრამ ჩემპიონები გავხდით საბჭოთა კავშირის. 50-იან წლებში უკვე ბალტიის ქვეყნების გუნდები შემოვიდნენ საბჭოთა კავშირის პირველობაზე. ბალტიის ქვეყნები ომამდელ პერიოდში, ანუ 39 წლამდე, უდავო ლიდერები იყვნენ ევროპის მასშტაბით. ევროპის კალათბურთის. ევროპის კალათბურთის. პირველი ჩემპიონი. ნუ უფრო უმეტესწილად ლატვია და ლიტვა. დაგლობად ესტონეთი, მაგრამ ლიტვა და ლატვია. ყოველ შემთხვევაში ხო იყვნენ. ესენი სულ ყველა თამაშობდნენ. ჩემო მეგობრებო და ჩემო კარგებო და თბილისის დინამომ 50-იანი წლების დასაწყისში ოთარ ქორქიას მეთაურობით, ოთარ ქორქია იყო გუნდის ლიდერი, შესძლო სამჯერ მოეპოვებინა 50, 53, 54-ში. დიახ, კარგია რომ და შესძლო რომ სამჯერ მოეპოვებინა
საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და თასიც 59, 50, 51 წელი პრაქტიკულად უდრიდა ევროპის ჩემპიონობას, დიახ, იმიტომ რომ თუ არ ჩავთვლით იუგოსლავიის ნაკრებს, დანარჩენი ქვეყნები არ იყვნენ დონეზე რომ და შემდეგმა წლებმა დაადასტურა კიდევაც რომ საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის ნაკრები გუნდები ერთმანეთს მრავალი ათეული წლის განმავლობაში იყო გამონათებები, ჩეხეთი ხო, მაგრამ ეს იყო იშვიათი გამონათება. უცნაური რამეს მოხდა. ნუ ერთი რამეც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 68 წელში ჩვენ ისევ გავხდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონები 14 წლიანი შუა ინტერვალის შემდეგ და 69 წელში მართლაც რომ დასანანი მარცხი განვიცადეთ. დასანანი რაც უკვე ახსენა, გოჩამ რაც უკვე ახსენა რა. თურმე ახლა როგორ იყო გადმოცემით, რაც ვიცით და მადლობა ღმერთს იმ მატჩის მონაწილე ცოცხალი არის თამაშ ჩიხლაძე და უპირატესობით მიდიოდა, ჩვენი უპირატესობით. თან ფავორიტებად ჩავედით და ნუ რაღაც მოხდა დიდი უიღბლობა ბოლო წუთებზე ვერ ჩავაგდეთ ვერც ერთი ბურთი. ნოდარ ჯორჯიკი არის ერთადერთი კალათბურთელი რომელსაც აქვს 5 ჯერ მოგებული საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. 5 ჯერ და ეს სპორტის გუნდურ სათამაშო სახეობებში არავინ არ არის ქართველთაგან, ვისაც 5 ჯერ საკავშირო ჩემპიონატი აქვს მოგებული. ბატონო, მაგრამ წარმატებებზე, გუნდის წარმატებებზე ჩვენ ვისაუბრეთ და ბუნებრივი ახლა თუ გუნდები იყვნენ ყავდა ესეთი წარმატებულები, ეს იმას ნიშნავს, რომ ყავდა დიდი კალათბურთელები. ძალიან დიდი კალათბურთელები. და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. მაგრამ ჩვენი დღევანდელი გადაცემა უფრო კონკრეტულად ბატონო ბაატა. ეძღვნება მრავალ ერთმანეთზე უკეთეს კალათბურთელთა შორის ორ კიდევ ერთ კაშკაშა გამორჩეულად კაშკაშა ვარსკვლავს ბატონ ზურაბ საკანდელიძეს და ბატონ მიხეილ ქორქიას. და მოდით მათზე ლაპარაკი ალბათ ყველაზე უფრო სწორი იქნება თუ 72 წლის მიუნხენის ოლიმპიადით დავიწყებთ. მეთქმა გაანათლოს ორივე ეს უდიდესი კალათბურთელი და უდიდესი პიროვნება. ისინი განუყრელნი იყვნენ ქუთაისლები, ისინი განუყრელნი იყვნენ თბილისში, საბჭოთა კავშირის თბილისის დინამოში, საბჭოთა კავშირის ნაკრებში და აი საბედისწერო წელს ორი კვირის შუალედში დაკარგა საკალათბურთო სამყარო და მსრულად საქართველოს ეს ორი ბუმბერადი ადამიანი. რაც შეეხება 2004 წელს 4-ში კი. რაც შეეხება 72 წლის ოლიმპიადას ეს არის ალბათ კი საბჭოთა კავშირის ნაკრებმა შემდეგ უკვე ჩემი თაობის კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მოიგო ოლიმპიადა კიდევ ერთხელ მაგრამ თვითონ ის რომ ამერიკელების ჰეგემონია დაემხო ეს იყო მთავარი ოლიმპიური ჰეგემონია ოლიმპიურზეა ლაპარაკი საუბარი ამერიკელებს არაფერი არ ქონდათ წაგებული ხო იქამდე და აი სწორედ ამის შემოქმედები იყვნენ არა მხოლოდ ზურა და მიშა, არამედ მთლიანად ის საბჭოთა კავშირის ნაკრები შემადგენლობით სიმბოლურია ისიც რომ იცოდნენ რა ქართველების შემართება, იცოდნენ ქართველების გულანთებულობა მოედანზე და მოდი ესე ჟარგონულად რო თქვა, აი ჯიგარეო რო იტყვიან, სწორედ ამიტომ იყო რომ ფინალში ორივე ქართველი ხუთეულში იდგა თავიდანვე და ისიც სიმბოლურია რომ პირველი 7 თუ 8 ქულიდან სწორედ ქართველების იყო 6 ქულა. ასე რომ წვლილი მათი აი ამ ოლიმპიურ მედალში, ოქროს მედალში ძალიან დიდია. საერთაშორის მინდა ერთი მიშას მონაყოლიც თუ მაქვს დრო და შესაძლებლობა რომ გავიხსენო. ყველა მიცის ის ყადაღებული 3 წამი, რომელიც გახდა ძალიან დიდი აჟიოტაჟის დღემდე არა აქვს აღებული ამერიკელებს ის მედლები და ჟენევაში ინახება. და გარკვეული 7 თუ 8 საათი მიდიოდა ჯაბას იმაზე ვინ მოიგო ბოლო ეს თამაში და მიშა ქორქია მიყვებოდა რომ აი ვიჯექით გასახდელში არ ვიცოდით მარტო არა ოლიმპიური ჩემპიონები და აი ამ მსვლელობაში და ამ ყველა იქ არიან ნუ კანდრაშინი იმდროინდელი ნაკრების მთავარი მსვლელი ძალიან მაგარი ძალიან გენიოსი მსვლელი იყო
ის თურმე ზის და ყველა მიჩის რას მოხდა ახლა კალათბურთის გულშემატკივარმა მიშა და ჯონსი მადარა წაკინკლავების გამო იქ არც იყო ერთხელ თქვა რომ არაფერი ჩხუბი ბურთისთვის ბრძოლა რაღაცა ზოდა ზედმეტი ემოციურობა და საჯმა ორივე გააგდო და ნუ მიშა ვეღარ ითამაშა ხო ბოლომდე მაგრამ მივედიო კონტრაშინთან და ვეუბნებიო რომ დაგაღალატეთო პეტროვიჩო ესე ეძახდნენ კონტრაშინს დაგაღალატეთო რაღაცო ისე გამომივიდაო მაგრამ იმას უთქვია რომ მიშაო დაწნევდიო ეს არის რაც აქამდე გითამაშა და რაც აწი ითამაშებ იმის შემდეგ საუკეთესო თამაშია. ანუ ის ჯონსი იყო იმდენად ძლიერი ხო გამორჩეული იყო ლიდერი იყო და მისი არ ყოფნა ნუ აშკარად წაადგა უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრებს. ნუ აღარ არის საუბარი იმ სამ წამზე რომელიც სწორედ ზურა საკანდელიძის ჯარი მოიტანა მოდი ესე ვთქვათ რომ კოლინზი რომელიც შემდგომში დიდი კალათბურთელი გახდა იყო ჩიკაგო ბულსის მთავარი მსმენელი და ძალიან ესეთი სახელიანი ფიგურა ამერიკულ კალათბურთში სწორედ მასზე დაჯარიმდა ზურა საკანდელიძე და აიქ დაიწყო ეს ყველაფერი რამაც მე გამოიწვია ძალიან დიდი ნებათა ღელვა ერთხელ გამოტანა ორჯერ უბრალოდ გონიათ ადამიანებს რომ ეს ორჯერ არის გამოტანილი ბურთი ორჯერ არ არის იქ არის სამჯერ გამოტანილი ის ბურთი და აი მესამე მცდელობიდან მოხდა ის ბელოვის ალექსანდრე ბელოვის ჩაგდება ედეშკოს პასი თუმცა დასაბამი და ამის საწყისი იყო ზურა საკანდელიძის ჯარიმა თამაშინ წარმოედგინეთ თუ არ ჩარდებოდა არა იყო ზურას ჯარიმა ჩააგდებდა კოლინზი დამთავრდებოდა ყველაფერი ხო ასე რომ წვლილი ძალიან დიდია და მე ბედნიერი ვარ რომ მქონდა ამ ორ არ ვიცი ჩემთვის უზრიფასეს ადამიანთან ურთიერთობა ზურასთან ოდნავ ნაკლებად, ნუ მიშასთან ისე ინება განგებამ, რომ ჩვენ გადავიკვეთეთ როგორც საკალათბურთო მოედანზე, ვარჯიშობდა ბოლო წელი იყო და იქ მე მოვხდი სრულად ახალგაზრდა დინამოში, თამაში ოფიციალური არ მომიწია, შემდეგ ორივე ჩვენი მწვრთნელები გახდნენ თბილისის დინამოში და შემდეგ გაგრძელდა ეს ჩვენი მეგობრობა, ასე რომ მე უსასრულოდ შემიძლია მასზე საუბარი, უბრალოდ ერთ ვისურვებდი, რომ საქართველოს არა მხოლოდ საკალათბურთო თვალსაზრისით, არამედ სპორტული თვალსაზრისით ესეთი გენიოსები და ესეთი მართლაც ვაშკაცი ადამიანები უფრო მეტი ყოფილიყო. ამინ. ეხლა ჩვენ ოლიმპიადაზე საუბრობდით 72-ზე, რატოღაც ხშირად ვივიწყებთ ხოლმე. ჯერ ამინდა ვთქვა, რომ ნუ 5 კალათბურთელი იწყებს კალათბურთში, ხო? 5 სასტარტო 5-ეული. ამ სასტარტო ჯერჯერობით ეგრეა. ხო. ამ სასტარტო 5-ეულში უკვე 2 ქართველი იყო. 2 ქართველი იყო. და საერთოდ ოლიმპიურ გუნდში კი ბატონო, შეიძლება ის ეთნიკურად არ იყო ქართველი, მაგრამ სერგეი კოვალენკო. კი ბატონო. სერგეი კოვალენკო თბილისში არა მარტო თბილისში მიხეილ კეკელიძემ დააყენა პირველად ათამაშა, იმიტომ რომ ძალიან გამხდარი იყო რაღაცა და წინათ უნდა თამაში და ეს პირველივე ვარჯიშის მერე მოხდებაო და ეს აჭმევდა, ასმევდა და ესეც დიდი ის სხვადასხვა სადა ხო ეს დაბადებული პორტარტურში პიპინიას ხელს გამოყვა სამხედრო იყო მამამისი გენერალი ხო და აბა პორტარტურში არა სამხედრო პიპინიას რა უნდა აგიტო იყო და თან ერთი რამეც არის იმ ხელს გამოყვა ერთი რამეც არის აღსანიშნავი ბატონო კახა რომ იმ პერიოდში თბილისს 2 გუნდი ყავდა წარმოდგენილი უმაღლესი გპი და გო თბილისის დინამო და ბურევესტიკი ესეთი იყო სულ 3 ქალაქი ეს იყო კიევი, სტროიცელით და სპარტა და CSKA და მოსკოვი, კიევი და ჩვენ მეგობრები ვეტერანები ყვებიან რომ იყო ეგეთი წელი როცა ბურევესტიკმა CSKA-ს მოუგო და დინამო ვერა კი ბატონო იყო შემდეგ როცა ბურევესტიკი გავარდა უკვე და პრაქტიკულად სულ 5-6 კაცით უწევდა თამაში ერთადერთი კულით წააგო CSKA-სთან. ერთადერთი. მაგრამ მოგებულიც აქვს. მოგებულიც აქვს, კი როგორ არა? იმ წელს დინამომ ვერ მოუგო. ახ დინამოს კი არ ბაკნინებთ შენ ამით პირიქით ბურევესტიკს. სხვათა შორის 68-ში დინამო რო ჩემპიონი გახდა, ბურევესტიკის დიდი დამსახურებაც არის, ბურევესტიკმა ერთ თამაში მოუგო იმ წელს. კი ბატონო. სხვათა შორის აი საკანდელიძე და ქორქია ვახსენებ და მანზე გვაქვს საუბარი.
ну, ესეთი ტიტულოვანი სპორტსმენი, როგორც ზურაბ საკანდელიზეა, საკალათბურთო სამყაროში არ არის. 4 ევროპა, ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი. ყველა ტიტული. ერთადერთი ტიტული აკლია მის ოფიციალურად გულისხმობ, ერთადერთი ტიტული, რაც აქვს მიშას და რაც არ აქვს საკანდელიზეს. ეს არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. სწორედ იმ წელს თქვენ რო თქვით და რატო? იმიტომ კი არა გუნდში არ იწყებოდა. საბჭოთა კავშირის ნაკრები ემზადებოდა მომავალი დიდი თამაშების რაოდენობით საკალათბურთოსთვის ერთად გამოვიდა, ანუ სხვადასხვა გუნდებიდან ნაკრები გამოდიოდა კონკურს გარეშე და ზურაბ საკანდელიზეს იმ წელს თამაში არ აქვს ჩატარებული დინამო თბილისში. ნუ კაზუსია შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ ფაქტია რომ იმ წელს ზურაბ საკანდელიზე თბილისის დინამოში არ თამაშობდა. ოლიმპიადაზე მეორე მედალიც აქვს 68 წელს. ისევე როგორც მიშა ქორქიას 68-ში სერგეი კავალენკოსაც. კავალენკოსთან და მიშა ქორქიას ჯერ კიდე ბურევესნიკის უკვე მონრეალში აკადემიაში ბრინჯაოს თან უკვე მონრეალში მიშა ქორქია იმ გუნდის ლიდერი, ვეტერანი და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ესე იგი 4ჯერ არც ერთი ქართველი გალადბურთელი არ არის ევროპის ჩემპიონი, 3ჯერ არის ოთარ ქორქია და გურამ მინაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი გახდა 67 წელს. და იმდენად ეს მონტევიდეოში იყო. იმ ხელაზე დიდი შტაბეშტილება დატოვა საკანდელიზის თამაშა ურუგვაელებზე, რომ ესე იგი მაისური გახადეს და ვერ გაიყვეს და ნაკუწებად ეგ ეს არის ლეგენდად შემორჩენილი, მაგრამ ფაქტია, ხო. და კიდე ერთი მინდა ვთქვა, რომ ესე იგი ჩვენ ანზორ გაბიტაშვილის გატაცება გვახსოვს ბურთის დიუსელდორფის ფინალში და 67 წელს ზურაბ საკანდელიძემ გაიტაცა ფინალის ბურთი და ის ბურთი დღეს არის ქუთაისის სპორტის მუზეუმში. აი მეც კი არ ეს არც ვიცოდი. ეს ქალბატონმა ბაცაცომ მითხრა მისმა მეუღლემ. კი ბატონო. ქუთაისის სპორტის მუზეუმში აი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბურთი ინახება. ერთ რამეს გავიხსენებდი, ივან ედეშკოს აქვს ესეთი მოგონება, ივან ედეშკო კარგად იცით, კალათბურთელი იყო, რომ როდესაც თამაშის დროს გაისმებოდა ხმა მიშიკო, ზურიკო ერთმანეთს შეძახებდნენ და იწყებოდა რაღაც არნახული ტემპიო რა, რომელიც აუცილებლად ორი ქულით თავდებოდა. ეს ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი თემური. ამაზე რომ ქართული კალათბურთის სწორედ ეს იყო ტემპერამენტი, სწრაფი თამაში. იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ კომბინაციები არ გქონდათ ჩვენს წინათაობებს. რა თქმა უნდა, გქონდათ, მაგრამ მთელი ეს ბრწყინვალება იყო სწორედ იმ სისწრაფეში. საკომდეც და მით უმეტეს საკანდელიზესნაირი რეაქტიული კალათბურთელი რო გეყოლება, მერე შენი მთავარი კოზირი ხდება ეს. და უკვე ამ დროს ის კომბინაციაც უფრო მეტად გამოგდის, როცა მთელი მათი ის არის დაცული იმაზე, რომ შენ სწრაფად არ შეუტიო. ასე რომ ეს კალათბურთი მინდა რომ ითამაშოს დღევანდელმა საქართველოს ნაკრებმაც და მომავალმა თაობამ. მეტავ-სამქულიანი გაუკვირდეს რა. რასაც ქვია გააფუჭა სამქულიანი სწრაფი თამაში და სწრაფი კალათბურთი. საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ყველაზე უფრო სწრაფ კალათბურთელად და პირველი კალათბურთელი იყო, რამდენადაც მე ვიცი, რომელიც 11 წამზე ადრე 100 მეტრს დარბოდა. ქოჩა ბატონო, თქვენ წეგან ახსენეთ კალბატონი მაცაცო, გელაძე, ბატონი ზურას მეუღლე და მე ვიცი, რომ თქვენ წასული იყავით სტუმრად მასთან და მიხეილ ქორქიას დასთან, კალბატონ თამართან და პატარა ინტერვიუ ჩამოვარდით. და ზურიკო როგორი იყო აი ოჯახში? არა, რთული ხასიათი მართლა არ ქონდა. ძალიან მორცხვი იყო, ძალიან რაღაცნაირი თავშეკავებული, არა, რთული ხასიათი ნამდვილად არ ქონდა. ნუ ახლა როცა თამაშობდა, მაშინ ნაკლებად ხა სუწასული იყო, შეიძლება რაღაცა, მაგრამ არც მოედანზე თუ გახსოვთ, არასოდეს არ ქონია კონფლიქტი. არასოდეს რაღაცა ხო. ანუ 7 იყო ნაკრებშიც და ჩვენთანაც. ძალიან თბილი იყო, ძალიან თბილი და მამას გარდაცვალების შემდეგ სათავეები მთლიანად აიღო ხელში. და ხშირად ვამბობდი ხოლმე, რომ ჩემი მეორე მამაა თქო, იმდენად იყო ჩართული ოჯახურ ცხოვრებაში და ძალიან ისეთი იყო, დამთმობიც იყო სხვათა შორის ძალიან და მებრძოლიც იყო და ყველას გაჭირვების ტავკვესი იყო, ვისთვის როგორ შეეძლო, ყოველთვის მხარში ედგა და ისეთი ძალიან კაცთმოყვარე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი გაბრაზება იცოდა, ოჯახში ნაკლებად გაბრაზება, ეხა ოჯახში არავინ არ ვაბრაზებდით და
რა ვიცი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე და დიდი ადამიანი იყო. და ეს ხშირი შეკრებები, შეჯიბრებები, ესე და ხო და ეს რთული არ არის ოჯახისთვის ეს ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, სულ მონატრების ეს გქონდა. მაშინ მით უმეტეს ეს მონატრება განსაკუთრებით, ახლა თქვენ წარმოგიდგენთ, მობილური არ იყო, არაფერი არ იყო მაშინ, ჯერ მოსკოვით მიდიოდნენ, დედაჩემი სულ ჰაერში იყურებოდა, როგორი ამინდია, როგორ არის, როდის ჩამოფრინდებიან, როგორ არის. რასაკვირველია ეს მონატრება ყოველთვის იყო ოჯახში, მაგრამ მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული მისი სპორტული ცხოვრებით. მთელი ოჯახი. კი არა და ისე მახსოვს ოლიმპიადა რო იყო ის პერიოდი, ისე ვიყავით 72 წელში რო გადაცემას რო ველოდებოდით და არ იყო არანაირი ინფორმაცია და გამთენიას იყო ეს გადაცემა და მამაჩემი რო შემოვიდა გამთენიას და დედაჩემს ულოცავდა რომ გილოცავ შენი შვილი ოლიმპიური ჩემპიონი და მე ჩანაწერი ვნახეთ ჩვენ და აი სულ მონატრება და სულ სიყვარული და სითბო და ესეთი რაღაცა სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი. მე ვიყავი 18 წლის, ზურიკო 24-ის, როცა შევხვდით და ну, პრინციპში, აი ეს წლები ბოლო იყო მისთვის ძალიან აქტიური. მე იყო სოფლიო მე იყო ოლიმპიადა და საერთოდ, ну, ამდენი რაღაც შეკრებები, წასვლა, ну, ძალიან თითქმის არ იყო. და რთული იყო, რა თქმა უნდა, ვიწყვი ხმამაღლა უკვე რომ ძალიან მენატრებოდა ყოველთვის. მე მახსოვს, რომ თქვენ თამაშებზე სულ დადიოდით. იცით ჩვენ დროს გოგოები ახალგაზრდები კალათბურთზე დადიოდნენ ფეხბურთზე ნაკლებად. ნუ ახლა მაშინ ესე იყო. მათ შორის მეც და ჩემი მეგობრებიც და ჯერ კიდე მამა იყო რომ პატარა ვიყავით შედარებით და დავყავდით. ასე რომ თავიდანვე შეყვარებული ვიყავი ამ სპორტის სამსახიობაში და არც ერთი თამაში მართალია. და შეძლების დაგვარად საბჭოთა კავშირის ყოფილის ქვეყნებშიც დავყვებოდი ხოლმე. ნუ ხა მაშინ სხვაგან არ შეიძლებოდა. ოჯახის წევრები, ახლობლები აი განსაკუთრებით ნერვიულობენ, რომ გასაგებიც არის, რომ ეს გამოძე. ზოგი ისე ნერვიულობს, აი თვითონ ეგ არენაზე არც მიდის. დედაჩემი, არასო ისე დაამთავრა ჩემმა ძმამ კარიერა ბავშვობის მერე, ალბათ არც ყოფილი, აი ბავშვობაში როცა მიყვებოდა, ალბათ მაშინ თუ იყო, თორე დედა ვერ უყურებდა მიშკოს თამაშებს, აუცილებლად გავიდოდა და მე შემოვიდოდა ესე ტელევიზორ. არასოდეს არ ჯდებოდა და არ უყურებდა, ძალიან ღელავდა და დარბაზში საერთოდ არ დადიოდა დედაჩემი და მამაჩემი დადიოდა დარბაზში. თვითონ ხო არ უქმნიდა რა მე უხერხულობის გნობას, აი თქვენ არა, პირიქით იცით, სულ იცოდა რომ აი ჩვენ ვიჯექით იქ. ეს იცოდა. და გარკვეული სტიმულიც იყო. ხო, არ ვიცი, ალბათ იცით და ყოველთვის აინტერესებდა ხოლმე აზრი. საერთოდ რამეს როდესაც აკეთებდა, ჩვენი აზრი ყოველთვის აინტერესებდა, რომ აი რა არ მოგწონდა და უშუალოდ რა მოგწონდა, არა მე ხა თამაში არ ვლაპარაკობ, საერთოდ ვიძახი და აი ის რო ზოგ სპორტსმენს რო აქ რო ოჯახის წევრი არ შეუძლია რომ იყოს დარბაზში, მიშას ესეთი რამე არ ქონია. არა. ცით რა პირიქით ესე ხა უნდა თვითონ მე გამოწყდა და თქვა რომ მეო სულ გიყურებდი სადიჯექი ვიცოდიო. ანუ სანამ შეყვარებულობის პერიოდში და მერეც მქონდა მეხუთე სექტორში ესე იყო, მე დააწერეს მიშას და ზურიკოს სახელები ამ სკამებს. მეექვსე რიგი, მეექვსე სკამი, ესე იყო. 20 ამბობდა რომ აი მე საქართველოსთვის ვიბრძვიო. ყოველთვის. ოთის აი ესეთი ის ქონდა, მაგრამ აი და თქვენ რა სიტყვით, აი თბილისის დინამოს უფრო წინ აყენებდა თუ ნაკრებს? არა, აი ხო არ თქვავს რომ აი აი სად უფრო იხარჯებოდა? ერთნაირად იხარჯებოდა. ერთნაირად იხარჯებოდა, კი, მაგრამ მაინც აი წინა პლანზე, მაინც ნუ ეხა თავისი სამშობლო ყოველთვის წინა პლანზე ეყენა, მაგრამ სპორტსმენების მიზანი მაშინ ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის გუნდში მოხვედრილიყვნენ და ნუ ამისთვის არ ზოგავდა თავს, მაგრამ ნუ დინამოს არ შეედრებოდა არაფერი. ეხლა რასაკვირველია, პრივილეგია ყოველთვის იყო მისი სამშობლოს გუნდი, მაგრამ მიზანი რომ ნაკრებში მოხვედროდა, ეს იყო მისი სწრაფვა და ეს იყო ყველა სპორტსმენის მაშინ, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა.
და როდესაც მიდიოდა საზღვარგარეთ, მე ძალიან კარგად მახსოვს, ახლა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისე პათეტიკური გამოვიდეს ეს თქვა, რომ მამა ყოველთვის ესაუბრებოდა ხოლმე, რომ არ დაგავიწყდეს, შენი ქვეყნის სახე ხარ, ყოველთვის ესეთ რაღაცაზე გაეცინებოდა ხოლმე, რომ იცით, იქ ეთყობა უფრო პასუხისგებლობას გძრომდა იქ, იმიტომ რომ იქ იყო საოცარი, შეიძლება ვთქვათ, მართლა შეჯიბრი იყო, იმიტომ რომ ან დაგაყენებდა, ან გათამაშებდნენ, ან არა, ხო? მაგრამ ზურიკოს გარეშე მაინც ვერაფერი ვერ ქნა. ნუ კომერსკი ძალიან პატივს სცემდა და როგორც პიროვნებას და როგორც კალათბურთელს რაღაც არა. მე უკვე ხო, ამიტომ იქ უფრო და აქ ეხა თბილისი შენია და შენი გუნდია და ბევრად იხარჯებოდა. ერთხელ მითხრა ესეთი ფრაზა და რომ დაუკვირდი მართლა იცი რაო, აი რომ თამაშობენ ბიჭებიო უცხოეთში. აქ რო ჩამოდიანო ზოგავენ თავსო, რომ ვთქვათ, ან ტრამვა არ მიიღონ, ან რაღაცა, იმიტომ რომ ზურიკოს დროს ალბათ იცით რანაირი ანაზღაურება იყო და რანაირი ხო. ამიტომ ორივე მხარეს, ანუ იქაც-აქაც მთელი დატვირთვით თამაშობდა. საყოველთაოდ ცნობილი რომ ძალიან მეგობრობდა ზურიკო საკანდელიძესთან და აი თქვენ რა შეგიძლიათ გაიხსენოთ? ზურიკო საკანდელიძესთან მეგობრობა მაგას არ ქვია. რაღაცა ზურიკო იყო აბსოლუტურად სხვა ფენომენი მიშიკოსთვის და ასევე ზურიკოსთვისაც მიშიკო იყო სხვა ფენომენი, აბსოლუტურად რაღაცა სხვანაირად იყვნენ, ძალიან მეგობრულად, აი როგორც ძმები ისე იყვნენ და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ხო სულ ერთად იყვნენ, მაგრამ აი ასაკში მე ბოლოს, ასაკში ეხლა მე ცალკე ვცხოვრობდი, მაგრამ თხი არ გავიდოდა, რომ ზურიკო მიშიკოსთან არ ყოფილიყო და მიშიკო ზურიკოს გარეშე ყოფილიყო და კიდევაც არ დამავიწყდება არასოდეს, რომ დამირეკა და მითხრა, რომ ზურიკო საკო გარდაიცვალა და როგორ ტიროდა. აი ტიროდა ჩვეულებრივად, ვერაფრით ვერ იდელებდა საკოს გარდაცვალებას და ორ კვირაში გაყვა უკან. თქვენი ემოცია მაინტერესებს ოლიმპიური ჩემპიონი რო გახდა. ეს იყო ეხლა წარმოიდგინეთ 72 წელია. არანაირად ინფორმაცია ისეთი არ ქონდა, პირდაპირი გადაცემები არ იყო. ნუ არ იცით როგორი დაძაბულობა და ნერვიული სტრესი ყველას ოჯახის ყველა წევრს, ნუ მე განსაკუთრებით. იმიტომ რომ საიდან ვიგებდით, რას ვიგებდით, ვიღაც გვირეკავდა რაღაცა, ნუ საოცრებები ხდებოდა და ნუ ეს იყო მართლა ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიური ჩემპიონობა და ოლიმპიადა არის მართლა სამუკვარი. იცით რომ აი ამ მედალს არავის არ აძლევდა. ხოშ მოვიდა ერთხელ მახსოვს თამრიკო ბალავაძე და არაო სახლიდან ამას აი აქ უნდა იყოს და მისმა შვილიშვილმა ესე ჩასვა. შემდეგ ხო მოკლედ აი ესე და ნუ არაფერი ვართ ძალიან დაძაბული ვართ მაშინ რა ვქნათ როგორ გავიგოთ ჯერ გვეუბნებიან წააგეს მე უცბად გვეუბნებიან რომ არა მოიგეს მოკლედ ძალიან დაძაბულები ვიყავით და ნუ საბოლოოდ მაგრამ იცით რა იყო რაღაც ეხლა რომ უყურებ რა ვქნა გამდენი წელი გავიდა და ძალიან წყდება გული რომ აეროპორტში ორი კაცი დახვდა ოფიციალური პირი არავინ არ დახვედრია დახვდა მხოლოდ ბატონი ნუგზარ ფოფხაძე, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო კალათბურთის და ზურიკოს იმით უმეტეს, აი ესე ჩუმად ჩამოიპარენ ოლიმპიური ჩემპიონები თბილისში. აი ხა მოусმინეთ ჩვენ ინტერვიუებს და აი რაღაცით თითქოს თქვენი საკალათბურთო გავს ბატონი მიხეილეს და ბატონი ზურას კარიერას მართალია დიდ ნაკრებში არა, მაგრამ ახალგაზრდურში თქვენც იყავით საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი და კიდევ რითი გავს, იცით რომ აი რა პერიოდშიაც მიშა კორკია და ზურა საკანდელიძე თამაშობდნენ, ის იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საბჭოთა კავშირის ნაკრები, ხო? და აი პატასადაც თამაშობდა იმ ახალგაზრდულ ნაკრებში. მე მგონი ისეც იყო უძლიერესი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. იქნებ გაიხსენოთ ვისთან ერთად იყავით? კი ბატონო, უბრალოდ მე ერთს ვიტყვი რომ თქვენ გავსო მიშა კორკიას და იმის გამნელო ძალიან მეუხერხულა ეს
შედარებას ან მიშა პარალელების გავლება შეიძლება. საკანდელიძეს განვლილი სპორტული გზა და სათჩემი უბრალოდ მეც მქონდა ბედნიერება რომ ისიც როგორ არის მე გეტყვით ამას არ არის რომ ყოველ წელს დაიბადონ ტალანტები და ყოველ წელს არის მოდი ესე ვთქვათ ეპოქაში იბადებიან ძალიან კარგი როგორც თქვენ ახსენეთ მიშა ქორქიას და ზურაბ საკანდელიძეს დროს პავლაუსკასი კედეშკო იგჟარ მუხამედოვი ძალიან ალექსანდრე ბელოვი და შემდეგ გენადი ვალნოვი ამთავრებდა იქ თუმცა ის რაც მე გადავხვდა თავს და რა ვისთან ერთადაც მე მომიწია მე ვფიქრობ არანაკლები იყო იმ თვალსაზრისით შუაშიც იყო კიდე ერთი ეპოქა მიშკინის ტარაკანოვის ამ შემდეგ და ცოტა უფროსების მაგრამ ის 88 წელი როცა ოლიმპიური медали ოქროს медали აიღო საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ჩემი მეგობრები თამაშობდნენ და აი სწორედ ეგ ნაკრები ჩემი თანაგუნდელები უბრალოდ მე მათი თანაგუნდელები ვიყავი წლების წინ ახალგაზრდულ ნაკრებში სულ რაღაც 7 წლის წინ იქამდე 7-6 წლის წინ და შემდეგ აი ამ ბიჭებმა მე ხუთეული როცა ეხაც მახსოვს იმ თამაშს რო უყურებდი სიხარულის რემლები მომდიოდა რომ პირველი ხუთეული იყო სწორედ ის ბიჭები ვისთან ერთადაც 2 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში მე გამოვდიოდი ეს იყო ციცოკი ეს იყო შარონას მარჩილიონისი ეს იყო საშა ვოლკოვი ვალერი წიხანენკო და რა თქმა უნდა გენიალური არვიდას საბორნისი იქ სკამზე მიგლენექსიც იყო და რამდენიმე ჩემი ნაკრების ასე ვთქვათ წევრი ჩვენი ნაკრების მაგრამ ჩემთვის იყო დიდი ბედნიერება რომ აი ამ ბიჭებმა გააკეთეს ის რაც თითქოს შეუძლებელი ჩანდა ხო რომ იმას კი არ მოუგეს სტუდენტებს მოუგეს ადმირალ რობინსონს და მის თანაგუნდელებს ხო ის რობინსონი რომელიც შემდეგ NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი გახდა ხო ასე რომ მე ბედნიერი ვარ რომ მათთან დღესაც ამაქვს მე ურთიერთობა იგივე ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებთან ისინი ჩემი მეგობრები არიან და მე ბედნიერი ვარ რომ მათ სხვა ტიტულების დაიმსახურეს და დაისაკუთრეს იქ ევროპის ჩემპიონობა კი მსოფლიო ჩემპიონი ერთადერთი მაგ თაობიდან მხოლოდ არ ვიდა საბურნისია იმიტომ რომ 82 წელსში მხოლოდ კოლუმბიაში როცა კოლდაძერუგინთან ერთად ნაკრები გახდა ევროპის მსოფლიო ჩემპიონი სწორედ არ ვიდა საბურნისი იყო მაგრამ დანარჩენი ტიტულები ყველა ამ ბიჭებმა დაიმსახურეს და მე დღემდე ვამაყობ იმით რომ მე მათაობას წარმოვადგენ მე როგორც მახსოვს მარჩილიონოსი გახდა თქვენი შემსრულებელი. როგორ მოხდა საერთოდ ეს ამბავი? აი ახლა არ გვინდა ძველი ტკივილების გახსენება და დახრა, იმიტომ რომ მარჩილიონოსი მაინც გახდებოდა ის რაც გახდა ბოლო-ბოლო, მაგრამ მისი მოსვლა დაემთხვა, როცა მე საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან ასე ვთქვათ, წამოვედი თუ გამომიშვეს და სწორედ მარჩილიონისი იყო ის, ოღონდ მაშინ ყველასთვის უცნობი მარჩილიონისი, რომელსაც არავინ არ იცნობდა, უბრალოდ ერთი ფიზიკურად ძლიერი ბიჭი, რომელმაც ჯერ კალათბურთის თამაში კარგად, ისე კარგად არ იცოდა, მაგრამ როდესაც კოჭებში ეთყობოდა, რომ გახდებოდა ის, ვინც გახდა. ასე რომ ეგ რაღაცა უბრალოდ ესეთი დამთხოვა იყო, მაგრამ ნუ ბატონო პატა ზურაბ საკანდელიძეს დაფასება არც საქართველოში აკლია, არც ყოფილ საბჭოთა კავშირში, არც ევროპაში და საერთოდ საკალათბურთო სამყაროში, მაგრამ მე ვიცი რომ თქვენი ფედერაციის ძალიან დიდი დამსახურებაა ის რომ შეიყვანეს დიდების დარბაზში. ძალიან სამაყოა ეგ ქართველებისთვის ის რომ იმ დიდების დარბაზში ზურაბ საკანდელიძე შეიყვანეს წინა მსოფლიოს დროს. მე მახსოვს რამდენად ფედერაცია რამდენად იყო მონდომებული წლების წინ ამ ყველაფრისთვის ჩვენ დავაყენეთ საკითხი არა მხოლოდ ზურაბ საკანდელიძეზე, არამედ მიშა ქორქიაძე, ოთარ ქორქიაძე. თუმცა FIBA-დან მივიღეთ ესეთი პასუხი, რომ ეს ესე უცბად არ ხდება. გავითვალისწინებდა ყველაფერს, მივაქცევთ ყურადღებას, რეგალიებს, ჩემპიონობას, რაოდენობებს და მოგვივიდა იქიდან წერილი, რომ ამჯერად ზურაბ საკანდელიძე სრულად აკმაყოფილებს აი ამ კატეგორიას და ამ კრიტერიუმებს და იგი აუცილებლად იქნება მიღებული
აი ამ უსაპატიოსია მეტი არ ვიცი ხო დიდების დარბაზი იქით რა არის ხო და ზურაბ საკანდელიძე ჩვენი კახარება ჩვენი სიხარული უზომო იყო სხვათა შორის შვილი იყო ხო გიორგი საკანდელიძე იყო ჩასული და სწორედ მას გადასცეს აი საპატიო ჯილდო მოდი ესე ვთქვა მაგრამ კიდე ერთი ის რომ ჩვენ მივიღეთ მაშინ დაპირება პირადად ფიბას მოდი ესე ვიტყვი ვიცე-პრეზიდენტმა აღმითქვა რომ მომავალში აუცილებლად განიხილავენ მიშა ქორქიას ანალოგიური ყველგან სხვათა შორის ამაზე ესეთი კაი მომენტი იყო როცა ამაზე ვსაუბრობდით ესე უთხარი რომ დაიბადნენ რამის ერთად იყვნენ ერთად გარდაიცვალნენ ერთად და აქ ზურაც ოდოა თქვენ ხართ ხუმრობით და თან ეკუთვნის იმას აუცილებლად განვიხილავთ და მომავალ შემდეგ წლებშიო ეჭვი არ მეპარება რომ მიშა ქორქიაც იქნება მიღებული ამ დიდების დარბაზშიო აი მის იმედზე ვარ მეც სხვათა შორის მიხონეთ რომ ოთარ ქორქიასაც რა თქმა უნდა პატივი ხვდება წილად ალბათ აი პატამ წეღანას ერთ წელს გარდაიცვალა და სხვათა შორის სერგეი კავალენკოც 2004-ში გარდაიცვალა ხო ეს არ ვიცოდი ნამდვილად ესე იგი ბატონი ზურა იყო 58 წლის, კავალენკო იყო 57 წლის და ბატონი მიშა 55-ის მისი იუბილე რამდენიმე თვის წინ სექტემბერში გადავიხადეთ 2003-ში სექტემბერში ამ რიყეზე 55 წლის რო გახდა და რამდენიმე თვეში მოხდა ეგ. ეს 72 წლის ორი კალათბურთელია, რა მე მგონი პაულაუსკასი და ჟან მუხამედოვი ცოცხლები. ჟან მუხამედოვი ვიცი ცოცხალია, იმიტომ რომ არა ივან ივანოვიჩი ცოცხალია. ედეშკო ცოცხალია, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ გამომიგზავნა. აი 32 წლის ოლიმპიადის. ედეშკო და პაულაუსკასი. ჟან მუხამედოვი გარდაიცვალა. ჩაწერილი კასეტა მთლიანად თამაში და იმის გარდა რაღაც აი ეს ფილმი, რომელიც რუსებმა გააკეთეს ამერიკელების საპასუხოდ, ასე რომ ივან ედეშკო ცოცხალია, ნამდვილად ვიცი და ქონდა ბედნიერება მასთან მუშაობის იმ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში სწორედ ედეშკო იყო ჩვენი ერთ-ერთი მცველი. და სხვათა შორის აი როგორც ქალბატონ მაცაცოსთან ასე ქალბატონ თამართან საუბრისას ძალიან თბილად იხსენებენ ედეშკოს. მეც მას მოდი მათ მოусმინოთ. აქ გასაგებია თბილისის დინამოში ბევრი მეგობარი ყავდა განსაკუთრებით მიშიგო ქორქია ხო და აი ნაკრებში ვისთან მეგობრობდა. გეტყვით ახლავე ნაკრებში თვითონ აქვს ნათქვამი და ძალიან პატივსცემდა და ჯერთი თანატოლები იყვნენ პაულაუსკასი და ზურიკო იყვნენ ახალგაზრდულ ნაკრებში. ზურიკომ პირველი ევროპის ჩემპიონობა ახალგაზრდულ ნაკრებთან თამაშის დროს ხო მოიპოვა და ძალიან ასევე ედეშკო, ასევე პატარა ბელოვი. ედეშკო უყვარდა ძალიან. ალექსანდრე ბელოვი უყვარდა განსაკუთრებით და ახლა თითქმის ყველასთან მეგობრობდა ძალიან კარგად, იმიტომ რომ ძალიან მეგობრული იყო. მაგრამ ალექსანდრეს სიკვდილიც ძალიან განიცადა და საერთოდ ძალიან კარგად უგებდა. ბელოვი ხო ორი იყო, სერგეისთან იმდენად არა, როგორც ბელოვთან. ბელოვთან ძალიან საშას როგორც საშასთან და ჩვენც ყველამ ისე განვიცადეთ საშას გარდაცვალება. მე ყველასთან ბიჭები რო ჩამოდიოდნენ ჩვენთან ყოველთვის სუფრა იმართებოდა. რომელი უფრო რთული იყო მისთვის მოთამაშეობა თუ მწვრთნელობა ის მწვრთნელობა. ალბათ მწვრთნელობა, იმიტომ რომ თვითონ ხო არ იყო მოედანზე და მოედანზე როცა იყო სხვათა შორის არ დამისვავს არასდროს ეს კითხვა, მაგრამ განცდები ქონდა ძალიან დიდი. მწვრთნელობის დროს ძალიან განიცდიდა და როდესაც თვითონ მოთამაშე იყო, ამას ვერასდროს ვერ შეატყობდი, რომ აი დღეს თამაში მაქვს და მსგავსი არასოდეს. არაფერი არ გვიგრძნია, რომ ის განიცდიდა ან არ განიცდიდა. ერთი პერიოდი მწვრთნელიც იყო. კი. მიშიგო ქორქიასთან ერთად. კი. აი რას ამბობდა, აი რომელი უფრო რთულია მოთამაშეობა თუ მწვრთნელობა? მწვრთნელობაზე დიდად ვადავეძახტოვანებული არ იყო, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა, ძალიან. იქ თვითონ იყო მარტო, ვთქვათ, რომ თამაშობდა და აქ უკვე გუნდია და ქვეყანაა და რა ვიცი, ყველაფერი ერთად. და მე როგორც ვიცი, თავისი სურვილით წავიდნენ, არა მე? კი, თავისი სურვილით წავიდნენ. იცით რა უკვე
ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ერთს სხვათა შორის არ ქონდა ისეთი, რომ ქართველებში ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელია, ხო? 4 ევროპა, 5 ევროპა თუ ახალგაზრდულს შევთვლით, ოლიმპიური თამაშები, სოფლიო ჩემპიონატი და სოფლიოს ბრონზის პრიზიორი. კი, პრიზიორიც იყო. ხო, და აი მაინც რაზე წდებოდა გული აი კალათბურთში. აი რა უთქვამს, რომ აი ამ რაზე ხოჩერის გადაცემაც იყო ერთხელ და კითხეს, მე მგონი თამრიკო იყო, არ მოკლედ კითხეს, რომ აი რაზე წდებათო, რას ვერ მია ეხლა პლანეტის ჩემპიონობა არ ყოფილა თორე რო ყოფილიყო იქაც მივიღებდი ანუ რაც კი იყო ყველაფერი უკვე მოიპოვა და ერთადერთი კი ამბობდა სხვათა შორის რომ აი პროფესიონალებთან თამაში უნდოდა და მე ვკითხე სხვათა შორის ეს იქ უყურებდით მახსოვს თამაში იყო და ძაგულისყურით მაშვებოდა უყურებდა და შევეკითხე ზურიკო შენ მეთქი შენი მონაცემებით შეძლებდი აი ამ ხა ძალისმიერია ხა სხვა კალათბურთია ხო კიო მე ჩემი ადგილი მექნებოდა ყველაზე ძალიან დიდი გულისწვეტა ქონდა ფედერაციის პრეზიდენტობაზე რომ კენჭისყრის დროს იქ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა და აი ეს ვერაფრით ვერ გადახარშა იმიტომ რომ არაფრით თვითონ არ უნდოდა მე არაპირებდა ამას და მე თხოვეს რომ მიშა ძალიან გთხოვ მიშა ესე და მე უცებ აღმოჩნდა რომ კენჭისყრის დროს დამარცხდა და ეს ვერ გადახარშა ბოლომდე რომ აი ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი მისთვის და ძალიან გული ეტკინა და ამაზე ბოლომდე აი სიცოცხლის ბოლომდე ამას ვერანაირად ვერ ეგუებოდა რომ რატო გაკეთდა ეს აი რის გამო ესე იგი მე კალათბურთში არ ვდივარ აქ პრეზიდენტობის ამბავი კი არ იყო უბრალოდ ტყუილის ამბავი იყო რომ ჯერ ჩამოიყვანეს მოიპატიჟეს მთელი ის თხოვნები ამბები და ბოლოს აღმოჩნდა ასეთი რაღაცა თუმცა ისეთი იყო მიმტევებელი კაცი იყო და იოლად მიუტევა ყველას ყველაფერი. ვაშინგტონის საპატიო მოქალაქე იყო მემონ სიეტლისა. სიეტლი, ხო. კი. თავაზობდნენ დარჩენას და ასე ვთქვი, კარგ ჯამაგირს. ძალიან. ეს იყო 69 კი, როგორ არ გავიხსენებ, თვითონ, ნუ მოყოლ, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ არ ვიყავით ესე დაქორწინებული, მომიყვარო ნაკრები იყო ამერიკაში, იყო თვალწთები, იცით ისეთი რაღაც, ამხანაგური შეხვედრები იყო, რაღაც ოფიციალური არა. და ნუ მოკლედ ერთ შვენიერ დღეს, აი ესე მის ნომერში მოვიდა ორი ადამიანი და აი ესე კონტრაქტი დაუდეს თურმე წინ. 69 წელია. 1 მილიონ ამერიკულ დოლარად. ეხლა ამბობენ რომ 10 მილიონს უდრის ის ფული, მაშინდელი, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ხა ზურიკოს ვინ გაუშვებდა, ვინ არც დარჩებოდა, თქვა კიდეც და ნუ რა თქმა უნდა, მაშინ კგბ ესეთ დონეზე იყო, რომ უკან დაძდებდნენ ბიჭებს ქუჩაში, რომ და მიდიოდნენ სასეირნოდ, ყველა დაყვებოდა. აი ესე დამთავრდა ეს შეთავაზება. და რო ვკითხე მერე რომ ზურიკო არც კი ფიქრია ერთი წუთი რომ ხო შეიძლება ხა ახალგაზრდა იყო და რაღაც არაო მაშინო თქვენ ხო არ ხარ მეყოლებოდით ხო მერე ქუთაისის ტორპედოში იყო საფეხბურთო კლუბში და ხო არ გაიხსენებთ აი კი ეს იყო ძალიან ესეთი ჩემ და გასაკვირად და ალბათ ყველასთვის გასაკვირად რომ ტორპედოში უნდა წასულიყო ხო და ვეუბნებოდი მკითხე კიდევაც და ყველა მკითხა სხვათა შორის რომ ფეხბურთისა და მე არ მივდივარ მოთამაშეთო ამბობდა მე მივდივარ საქმის გასაკეთებლად და მნიშვნელობა არ აქვს ზუსტად ამ სიტყვებით ბურთს კალათში ჩააგდებ თუ ფარში მასე კარებში გაიტანო მთავარია შედეგი დავდო და მე შედეგს დავდებო და მართლაც დაუღალავად შრომობდა და ტორპედომ დიდი წარმატებებს მიაღწია. ეს ძალიან დიდი დაფასებაა, როცა დიდების დარბაზში შეიყვანენ მოთამაშეს. 2 წლის წინ იყო რა და 2. აი თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ახლობლების ემოცია თუ შეიძლება რომ გაიხსენოთ. საოცარი. ესე იგი დამირეკეს, ნუ ფაქტია რომ
ფედერაციიდან, ხო? და ხა იმდენად ვერ მივხვდი რამხელა მნიშვნელოვანი ფაქტია, ხო? ნუ მე რომ ჩემ შვილიც თამაშობდა იმის მეგობრები ხა არიან დიდები არიან და გამარკვიეს რა ხდება, რომ FIBA-ს დიდების დარბაზში ესე შეიყვანეს და ნუ ეს ძალიან დიდი პატივია. იმიტომ რომ ძალიან ცოტა ესე კალათბურთელი, ნუ ჩვენგან არავინ და ძალიან ემოციური იყო, ძალიან ვინერვიულე, ნუ ხო უნდა წავიდეს ვიღაცა რომ გადასცენ რა თქმა უნდა ეს. ნუ მე ვერა ვერ წავალ და ჩემი შვილიშვილი გიორგი საკანდელიძე რომელმაც ინგლისში დაამთავრა სწავლობდა ენა იცის ყველაფერი გეხვეწები მე ვთხარი წადი შენ თან საკანდელიძე ხარ და ნუ მოკლედ არ ვიცი ნახეთ თუ არა არაჩვეულებრივი სიტყვით გამოვიდა იქა ფილიპინებში თუ ფილიპინებზე ხო იქა და ესეთი თბილი სიტყვა თქვა რომ მე ტელევიზორთან მართლა ვტიროდი ეხლა ალბათ ბებია უყურებს ამ გადაცემას ზის ტელევიზორთან და ცრემლი აქვს მორეული და მართლა ესე იყო რომ გიორგის ხმა რომ გავიგონდა რომ გამოაცხადეს რომ ჯორჯ საკანდელიძე ნუ შვილიშვილი ნუ აი ესე იმით ხელდამშვენებული ჩამოვიდა გიორგი. ალბათ უკვე დროა დავამშვიდობოთ ჩვენ ძვირფას ტელემაყურებლებს და ჩვენ ძვირფას სტუმარს უსურვოთ მათ ყოველივე საუკეთესო წარმატება წინსვლა ცხოვრებაში, ხოლო ჩვენ გადაცემას კი ბევრი ისეთი საინტერესო და საყვარელი სტუმარი, როგორც ბატონი პატა. მადლობა თქვენ კახა, მე წარმატება მინდა გისურვოთ თქვენ პიროვნულად სამივეს, მე მინდა წარმატება და თან დიდი წარმატებები და პოპულარობა მინდა თქვენ გადაცემას უსურვო და დავამთავრებ იმით, რომ მე მინდა ქართულ კალათბურთს უსურვო ძალიან დიდი და ნათელი მომავალი და ის გამარჯვებები, რომელიც ასე მოგვენატრა ქართველებს, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ვიგებთ, გავიხსენებთ ამ გამარჯვებების გემო და იმედია მომავალშიც ქართული კალათბურთი გვასახელებს და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება. მადლობა თქვენ.